მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა მოგზაურობისთვის. მეორე ვხვდებით ერთმანეთს გაზაფხულზე ქონდა ერთი ასეთი შეხვედრა ამ ფორმატით საქართველოს მთავრობის ამართლებისთვის. და ნამდვილად მისასალმებელი და საინტერესოა ამ ფორმატში თანამშრომლობა ჩვენ ახალი მთავრობა ბატონო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მზად ვართ მოსახლეობას ყოველთვის გავაცნობთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ამისთვის თქვენ უღრმესი მადლობა, რომ თქვენი საშუალებით ხდება მივიტანოთ ინფორმაციები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. მე სანამ ჩვენ კითხვა-პასუხის რежიმში გადავიდოდეთ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პროექტი, რომელიც რამოდენიმეჯერ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და გეგმავთ წელიწად ნახევარში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უშუქო სოფლები, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს 21 საუკუნეში ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადაჭრილი და მოვახდინოთ სრული შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასეთი სოფელი გვაქვს დაახლოებით 44. მინდა აღნიშნო USAID-ის თანადგომა ამ პროექტთან დაკავშირებით 4 სოფლის სრული რეაბილიტაცია უკვე მოხდა და ამ სოფლებს უკვე ელექტროენერგია მიეწოდება. მე შემიძლია ჩამოვთვალო ეს სოფლები გახლავთ დმანისის რაიონის სოფელი მამიშლარი, ქარელის რაიონის სოფელი იმერხევი, ახმეტის რაიონის სოფელი ჭართალა, დუშეთის რაიონის სოფელი შატი. USAID-მა ამ პროექტების განხორციელებისთვის დახარჯა 400,000 ამერიკული დოლარი. იმ პროექტის ღირებულება ან 40 სოფლის ელექტროფიკაცია საერთოდ დაჯდება საერთოდ 9 მილიონის ფარგლებში და ჩვენ უკვე ოქტომბერში შეგვეძლება სამუშაოების დაწყება, მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები და ოქტომბრიდან უკვე შეგვეძლება სამუშაოების დაწყება, წელიწად ნახევარში საერთოდ დასრულდება ამ პროექტის განხორციელება. თქვენ ხედავთ ჩამონათვალია რეგიონების მიხედვით და რაიონების თუ რომელი სოფლებია, ეს უშუქო სოფლებია, ადამიანების რაოდენობა და დანახარჯი რამდენი იქნება დადების მიხედვით ლაიფში. ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რежიმში და ირაკლი გახონდაშვილის დაგეხმარება როგორ დავიწყოთ. მოგესალმებით, ჩვენს დღევანდელ შეხვედრას სპიტალეთში გადასცემს ტელეკომპანია იმედი, მაესტრო და მეცხრე არხი. პირველში კითხვას დასვამს ტელეკომპანია იმედი სანდრო ჯუფალიკიანი. რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით. პირველში Tata Group-ის მდგომარეობა, როგორც შეიძლება დელეგაცია ჩამოსული საქართველოში, ასევე უდონესთან დაკავშირებით და იყოს წარმოგებული უახლოეს პერიოდში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი თუ არის სიახლე ამ მიმართულებით, ასევე რუსკი დროს ხელმძღვანელი ადმინისტრაციის და ჩამოსული საქართველოში თუ იყო ეს ვიზიტი, რაზე შეთანხმდით და კიდევ როგორც ვიცე-პრემიერს ამის წინ ვიქტორ დექსელბერგი იყო ჩამოსული საქართველოში მილიარდერი მობილი რუსეთიდან თუ გაქვთ ინფორმაცია აპირებს თუ არა საქართველოში ინვესტიციების შედეგად. მოგახსენებთ დავიწყებ შინდელი შეხვედრიდან, რაც შეეხება Tata Group-ს, მოგახსენებათ პატარა პრეისტორიას მოვყვებით Tata Group-თან დაკავშირებით, როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიაში, დავოსში, კერძოდ მოხდა ამ ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათ გამოთქვეს ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით და რამოდენიმე ამ შეხვედრის მერე რამოდენიმე დღეში ფაქტიურად მათი ოფიციალური დელეგაცია ჩამოვიდა. ჩვენ წარუდგინეთ ყველა პროექტი ქვეყანაში არსებული მიმდინარე და რომლის დაწყებაც თავიდან იყო შესაძლებელი, ყველა პროექტი გავაცანით და მათ მიიღეს გადაწყვეტილება აჭარის კრებზე Clean Energy გახლავთ ნორვეგიული კომპანია, მათთან ერთად ერთობლივად განახორციელებინათ 4 პროექტი. საერთო ჯამში არის 400 მეგავატის სიმძლავრის და დაახლოებით 670 მილიონის ინვესტირება მოხდება. მოხდა მემორანდუმის გაფორმება ნორვეგიული კომპანიასა და Tata Group-ს შორის და ფაქტურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ პროექტის განხორციელების. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უკვე წარდგენილია
გარემოს დაცვის სამინისტროში და ჩვენ დღეს ველოდებით პასუხი იქნება თუ რა ბრძანება გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დაველოდოთ თუ როგორი იქნება ამ მიმართულებით პასუხი და თუ იქნება დადებითი პასუხი, მაშინ უკვე ხვალე უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მშენებლობის დაცემა. ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადობისთვის, იმისთვის რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. თან მნიშვნელოვანია ის, რომ 600 მილიონის ინვესტირება იქნება პირდაპირ ინვესტიცია და ეს რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ასე რომ დავილოდოთ დღევანდელ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამის მერე უკვე ცნობილი იქნება ყველასთვის მიიღებს თუ არა ეს კომპანიები სამშენებლო ნებართვას. რაც შეეხება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურს, მოგესალმებით, ძალიან დიდი ინტერესია ამ სადგურთან დაკავშირებით საზოგადოებაში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გამჭირვალი ამ მიმართულებით, ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას თქვენით მეშვეობით. კომპანია, რომელიც მორატორიუმში იყო, გამოიყენეთ მორატორიუმიდან და მიმდინარეობს სამუშაოები, გეოლოგიური სამუშაოები უნდა დაიწყონ, ასევე უნდა დაიწყონ მუშაობა მსოფლიოს ბანკის რეგულაციებით განსაკუთრებასთან დაკავშირებით, თითეული ოჯახის მდგომარეობა უნდა იქნეს შესწავლილი, თუ რა გააჩნიათ ამ ოჯახებს და დაიწყონ მოლაპარაკებები, დაითანხმონ მოსახლეობა იმ პირობებზე, რომელიც მათთვისაც და მოსახლეობისთვისაც იქნება ხელსაყრელი. ერთი წლის გადაუვადათ მათ პროექტის განხორციელება, მშენებლობის ნებართვის აღება, ამ დროში მათ შეძლონდა მოახერხონ და წარუდგინონ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ამის მერე უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდება, თუ პასუხს მიიღებენ ისინი ეს იქნება დადებითი თუ უარყოფითი. რუსგიდროს რაც შეეხება, მოგეცემათ ამ კომპანიის ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის ძალიან დიდია. Რამდენიმე ჯერ იყვნენ ჩამოსულები და ჩვენ გავაცანით ყველა ის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგოსისტემისთვის. ნახოთ, კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არ ყოფილა. უახლოეს მომავალში ჩამოგზავნდება რუსგიდროს ხელმძღვანელი ბატონები, ჩვენ გვექნება ოფიციალური შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკონკრეტო ცნობიერად ყველაფერი. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან კონკრეტულ პროექტს აირჩევენ, რა თქმა უნდა, თქვენთვისაც ცნობილი იქნება. ვერცხლების ჩამოსვლას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი, ძალიან აინტერესებთ ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში, მაგრამ უნდა ვთქვა, ყველაზე მეტი ინტერესი არის ენერგეტიკა, ამას არ უნდა ვთქვით, რომ წარმოვადგენ ენერგეტიკის სამინისტროს, ეს არის რეალობა. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოდის ამ მიმართულებით და ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან არის ენერგეტიკაზე. თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული რომელიც კონკრეტულ პროექტზე ამასთან დაკავშირებითაც თქვენ აუცილებლად ეხება კონკრეტულად არ შევხედრებია რა მქონია საუბარი, მაგრამ ვიცი ზოგადად ინტერესი ძალიან დიდია. Acum, telecompanija Maestro, telecompanija Stavevani. ახალ მინდა გითხრათ ორი ხდება. პირველი შეეხება სემისთან დაკავშირებით შეკითხვა, როგორც ცნობილია პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც შემდგომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა ეს ვეტო იქნა დაძლეული. მოქალაქეობამ არის სემისისას აქტივში დაეწურება უფლებამოსილების გადახდა, როგორც მუშაობს, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს გურამშალაბაშვილი თუ ყავს გამკვეთრო და მეორე შეკითხვა შეეხება კასტრაციის სისტემას აქტუალური ეს კითხვა ისევ თუ არის კონკრეტულად მიღწეული შეთანხმება მხარეებს შორის და საბოლოოდ უბრუნდება თუ არა კომპანია კაზახურ მხარეს ან როდემდე დარჩება იქ პროექტი. ჩემთვის ხომ რაც შეეხება სემექს, თქვენ ზუსტად სწორედ ბრძანეთ, ვეტო დაძლეულებდა პარლამენტის მიერ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მარეგულირებელი ისე იყოს სრულად დამოუკიდებელი, იმიტომ ამ ორგანოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენერგეტიკაში და ენერგეტიკის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, ეს არ იყოს პოლიტიკური ნიშნით, არ იყოს რომელიმე კონკრეტული
პიროვნების მიერ შერჩეული ადამიანი, არც ენერგეტიკის მინისტრის, არც რომელიმე სხვა თანამდებობის პირის არსებობის პროცედურები და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ამ პროცედურებს. ჩვენი მიზანია მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ორგანო, რომელიც ნამდვილად დაეხმარება ენერგეტიკას შემდეგ ეტაპებზე განვითარებაში. რაც შეეხება მეორე კითხვას ხაზტრანსგასთან დაკავშირებით, მოგესალმებით ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ყაზახეთში და გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დაუბრუნოთ ეს კომპანია ყაზახურ მხარეს, დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით, ველოდებით უნდა ჩამოვიდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახლოს მომავალში თბილისს ეწევა და უკვე ოფიციალურად მოხდება ამ კომპანიის გადაცემა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათი მხრიდან დაინტერესება იყოს და სხვადასხვა მიმართულებებით მოხდეს ინვესტიციების განხორციელება და უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ყაზახეთს ძალიან დიდი ინტერესია და ჩვენ ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ და უბრალოდ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა როგორც მათი მხრიდან, ისე ჩვენი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმეფებობაში მოხვალები და ვალუტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამ ორი სამინისტროს მიერ თუ როგორ უნდა მოხდეს რესტრუქტურიზაცია ამ ვაჭრობს. საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ხდება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი წინასაარჩევნო პერიოდი გამოვიარეთ ამ პირველ ექიმის არჩევნებში და ეს არის ფაქტობრივად მთლიანი პროცესი. არჩევნები არ ნიშნავს მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს, როდესაც ადამიანი მიდის და თავის არჩევანს აკეთებს. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება შტების განმავლობაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორ ეპყრობოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, აქტივისტებს, რა მდგომარეობაში აგდებდნენ, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. ყველა კანდიდატის უფლებები იქნება დაცული. ყველას ექნება საშუალება თანაბარ პირობებში იბრძოლოს. ამის გარანტია არის მთავრობა, ამის გარანტია არის ხელისუფლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვინც იქნებიან კანდიდატები დასახელებული, მათ მომწევს თანაბარ პირობებში იბრძოლა. და მოსახლეობა შეიძლება არჩევანი გააკეთოს და გაიმარჯვებს ის, ვისაც მოსახლეობა აირჩევს. ალბათ რადიო კომერსანტი და სააგენტო ინტერესს მიუს. საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით თქვენი საუბრით, თუმცა არ გესაუბრია ნამოხმარისების სპეციალისტები და ხარავან ესე. აქაც არის პრობლემა, ბოლო პერიოდში საუბარი ინვესტორი არ არის სამსახურთან დაკავშირებით. შემდეგი შეიჩემში ალტეგინეს კომპანია ფერინკომზად დაიწყო უკვე მუშაობა ასეთზე $5 ინვესტიციას ახორციელებს და ეს კომპანია თუმცა გარემოსთვის სამსახურთან არ გასცა პროექტზე გარემოზე გადაიწია პროექტის აღწერება, როგორც ვიცე-პრემიერ-მინისტრი შეგვეფასოთ, ეკონომიკური რისკის მაჩვენებლებზე რა შედეგი შეიძლება გქონდეს ამ პროექტების გადავადება და როგორც ენერგეტიკის მინისტრი რა შედეგი შეიძლება გქონდეს ფაქტორებად შეეხება ეს პროექტები. მოგესალმებით. ფარავანის ჰიდროელექტროსტაციის შენობას რაც შეეხება ამ პროექტის განხორციელების არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები, მეორე დღეს ვიყავი და თვითონ საიტზე მოვინახულე თუ რა მდგომარეობა, როგორც ის სამუშაო პროცესები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და უპრობლემოდ ხორციელდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ფარავანის ჯგუფის ხელმძღვანელობამ ანადგურმა ჯგუფმა გამოთქვა ინტერესი დამატებით 300 მილიონის ინვესტიციები განახორციელა ქვეყანაში ენერგეტიკის მიმართულებით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რა პროექტები შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს. ამიტომ ამ კონკრეტულ პროექტთან არანაირი პრობლემები არ არსებობს. აზრი გიქეს რაც შეეხება
დიახ, მართალი ბრძანდებით, გარემოს სამინისტრო გაცა უარყოფითი დასკვნა, როდესაც გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი შევიდა სამინისტროში, მან დააჩნდა კითხვები, ეს ნორმალური პროცესია, რა თქმა უნდა, ინვესტორისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ აქ მიიღოთ მშენებლობის ნებართვა, მუხტარი იყო ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელება, ან არის პატარა 6 მეგავატიანი და წელიწად ნახევარში იქნებოდა დასრულებული იყო ყველა სამუშაოები და შესულიყო სისტემაში მიღება ახალი ჰიდროელექტროსადგური და ელექტროენერგია, თუმცა ეს არ მოხდა. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან და მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების განხორციელების დროს მაქსიმალურად იყოს დაცული გარემოზე ზემოქმედება, იგივე ეკოლოგია, იგივე ბიომრავალფეროვნება, ყველაფერი ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მესამე ნამახვანთან დაკავშირებით ძალიან ხშირი იყო საუბარი, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, განსაკუთრებით ეს მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და როდესაც მე მქონდა შეხვედრა დაბარებული ვიყავ პარლამენტში, მაშინაც წამოწიეს ეს თემა. მე მინდა განუცხადო მოსახლეობას, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საერთოდ არც დაწყებულა. რა თქმა უნდა, პროექტი საინტერესოა, თუმცა ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს დასრულებული სრულყოფილი პროექტი. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავიწყოთ მშენებლობა ისეთ პროექტზე, რომელსაც არ აქვს სრული სურათი. დაქირავებული გვყავს იტალიური კომპანია, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს, თუ რა უნდა დაკეთდეს იმისთვის, რომ პროექტი გახდეს სრულყოფილი, გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ პროექტი არის გაგონაშკი საბჭოთა კავშირის ბრუინდელი. 450 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია. მინიშნებები, რაც იტალიურმა კომპანიამ გააკეთა, შესაძლებელია იგივე სიმძლავრე დარჩეს, ცვლილებები იქნება განხორციელებული, რაც 110 მილიონის ეკონომიას გაგიკეთებს, რაც ძალიან დიდი თანხაა და ასეთი დიდი პროექტების განხორციელებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია ასეთი თანხების ეკონომიას. ამიტომ დაველოდოთ, როდესაც უკვე ჩვენ გვექნება სრულყოფილი სურათი, შეკრული იქნება პროექტი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლება წარუდგინოთ რომელიმე ინვესტორს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს პროექტი, თქვენთვის საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება და ეს არიქნება რაღაც მიჩუმატებული ოჯახის სახით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. Bottom თქვენი პოსტების შემდეგ ითქვა, რომ ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი ეხებოდა ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში და სოფლის ტრანსპორტის პირობებში არ იყო. ასევე ითქვა, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა დაკომპლექტებული იყო და თქვენც იქნებოდით ერთ-ერთი წევრი ამ სამუშაო ჯგუფში. როდი შეიძლება ქონდეს ქვეყანას უკვე ეს დოკუმენტი და რა ეტაპზე ამ დოკუმენტის მოგახსენებთ, მართალი ბრძანდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანას ქონდეს ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც ნამდვილად არ ქონია და ძალიან ცუდია, ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სტრატეგიის შემუშავების მიზნით. უკვე შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება პირველი SWOT ანალიზი. ამ ყველაფერში გვეხმარება ამერიკის განვითარების სააგენტო, აქტიურად არის ჩართულები. თვითონ კონკრეტულად ენერგეტიკული სტრატეგია, ენერგეტიკული მიმართულებით ჩვენ დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე გვექნება გამზადებული, დადებული დოკუმენტი. საერთოდ ჯამში მთლიანად ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც შეიცავს გაზს, შეიცავს ყველაფერს, ამას ცოტა მეტი დრო დაჭირდება, ძალიან რთული პროცესია, ძალიან შრომატევადი სამუშაოა. იუსაიდი დავტანხმდა დაფინანსებაზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, დაკომპლექტდება ადგილობრივი ექსპერტებით, სპეციალისტებით, რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულებით, რომ სამინისტროს დაეხმაროს, ქვეყანას დაეხმაროს იმაში, რომ კონკრეტეს გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია, რაც ჩემის აზრით და ამ მეთოდით ძალიან მნიშვნელოვანია.